მოგესალმებით, მე ვარ სპორტელი ელიტა, საბჭოთა მასწავლებელი სამშობლოსასწავლო უნივერსიტეტში, მეორე კურსზე ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტში. მინდა ვთქვა, რომ ჩემ უნივერსიტეტში არის ძალიან ბევრი დადებითი რამ, მაგრამ ასევე აქვს ძალიან ბევრი უარყოფითი მხარე. თუნდაც ის, რომ არ გვაქვს შესაბამისი ბუფეტი, სადაც შეგვიძლია დავშვათ სტუდენტები და მივერხავთ ის, რაც გვსურს. ასევე გახსნილი არის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი, სადაც ჯერჯერობით არავინ არ ცხოვრობს და კარგი იქნება, თუ შეიძლება ის ადგილებით. არ გვაქვს შესაბამისი სტუდენტური ცხოვრება, რადგან არ არის ისე, ასე ვთქვათ, აქტიური სტუდენტური თვითმმართველობა და კარგი იქნება ამას გაითვალისწინებდნენ. დადებითზე შეგვიძლია ის ვთქვა, რომ არის ძალიან კარგი რექტორატი, ძალიან კარგი ლექტორები, მიმდინარეობს სწავლა შესაბამისად ნორმალურ დონეზე. და კიდევ ერთ უარყოფით ის დავამატებდი, რომ უფრო ინფრასტრუქტურა არის ძალიან ძალიან არა, მაგრამ მოსაწესრიგებელი არის, რომ დაინტერესოს სხვა უნივერსიტეტს, მაგალითად როგორც არის თბილისში, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ეს უნივერსიტეტი თავიდან იყო სკოლა და რაღაც აქვს სკოლის შეხედულება. ცოტა ასევე კარგი იქნებოდა თუ მეხებს შეცვლიდნენ და ნამდვილად დაინტერესებოდა ისეთ, რომელიც შეეფერება ნამდვილ სტუდენტს.